მოგესალმებით. დღეს დავუბრუნდი დაპირებული ვიდეოთი სამსა და ენიზე. ასე რომ თუ ოდესმე სადმე შეგხვედრიათ ეს სამ და ენი და გიფიქრიათ თუ რა არის, დღევანდელ ვიდეოში პასუხი გექნებათ ამაზე. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ დღეს არის ორშაბათი, შესაბამისად დღეს იქნება ვიდეო გრამატიკაზე და ხუთშაბათობით მარტის განმავლობაში ვდებ ხოლმე ვიდეოს ლექსიკაზე, ასე რომ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი და არ იცით ამის შესახებ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. სამ გამოიყენება როგორც თვადებთან, ასევე უთვადებთან. ასევე არის ენიც. ჩვენ ეს უკვე განვიხილეთ წინა ვიდეოში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ მაგალითები. მაგალითად ვიტყოდი some books, any books. ვიტყოდი some water, any water. როგორც ხედავთ, თუ თვლადია ამ შემთხვევაში სიტყვა უნდა შეეწყოს მრავლობით რიცხვში, როგორც some books და თუ უთვლადია, მაშინ უკვე მხოლობით რიცხვში. Some water. იგივე სიტუაცია მაქვს ენისთანაც. Any books, any water. ახლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ გამოყენებაზე. პირველ რიგში რას ნიშნავს some? Some არ ითარგმნება ხოლმე ქართულად, მაგრამ ნიშნავს გარკვეული რაოდენობის და ეს რაოდენობა არ არის მითითებული, არ არის დაზუსტებული. ასევე ერთი პატარა ნიუანსი. იმის მიუხედავად, რომ ეს არის დაუზუსტებელი რაოდენობა, ეს არ არის ძალიან დიდი რაოდენობა. მაგალითად, თუ ვიტყვი I have some books, ამაზე არ ვიტყვი. ჩემს წიგნებზე ვერ ვიტყვი some books, იმიტომ რომ ბევრი წიგნი მაქვს. Some იქნებოდა აი რამდენიმე. ასევე თუ ვიტყვი I have some coffee, I can give it to you. მე მაქვს გარკვეული რაოდენობის ყავა და შემიძლია მოგცე, არ ნიშნავს რომ აი ყავის საცავი მაქვს აქში, ან თქვა ძალიან დიდი რაოდენობის ყავა მაქვს. მაქვს გარკვეული რაოდენობის და შემიძლია რომ მოგცე. რაც შეეხება ენის მნიშვნელობას, ენი არ არის დაუზუსტებელი რაოდენობა. ენი არის ნულოვანი, ანუ საერთოდ არ მაქვს. I have some apples. მე მაქვს რამდენიმე ვაშლი. She bought some bread. She bought some bread. მან იყიდა ცოტაოდენი პური. There is some water in the bottle. ბოთლში ცოტა წყალია. დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ, რომ თვლა-დებთან სიტყვები აუცილებლად მრავლობითში უნდა შეეწყონ sums. ანუ ვიტყოდი some apples, some bread, some water. შევხედოთ ენის. ენი გამოიყენება კითხვისა და უარყოფით წინააღმდეგებში. მაგალითად, I don't have any apples. I don't have any apples. არანაირი ვაშლი არ მაქვს. არ მაქვს ვაშლები. Do you have any sugar? Do you have any sugar? გააქვს შაქარი? თუ უთვლადია, ამ შემთხვევაში სახელი იქნება მხოლობითში, როგორც any sugar ან any help. ახლა ერთი ძალიან გავრცელებული შეკითხვა, some მხოლოდ მტკიცების წინააღმდეგობაში გამოიყენება? და პასუხი არის არა, შესაძლებელია გამონაკლისის სახით some შეგხვდეს კითხვის წინააღმდეგაშიც, მაგრამ სიტუაცია უნდა იყოს სპეციფიკური. ანუ როდესაც მე რაღაცაზე ვითხოვ და მოველი პასუხს დადებიც, ანუ პასუხი უნდა იყოს კი, ამ შემთხვევაში შემიძლია რომ some გამოვიყენო კითხვით. ძირითადად გამოიყენება თხოვნასთან და შევხედოთ მაგალითებს. Would you like some tea? Would you like some tea? გინდა ჩაი? პასუხს ველოდები რომ კი, უნდა. მეგობარი მომივიდეს სტუმრად, ვთავაზობ ჩაის და მე ვფიქრობ რომ ჩაი უნდა. ამიტომაც რამდენადაც ველოდები პასუხს კის, some-ს ვიყენებ კითხვით. ანალოგიურად, Can I have some money? Can I have some money? შეიძლება ავიღო ცოტაოდენი ფული? Could you bring me some water? Could you bring me some water? შეგიძლია წყალი მომიტანო? ჩემი მოსწავლეები ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რატომ არ შეგვიძლია რომ some საერთოდ გამოვტოვოთ და თუ შეგვიძლია რომ გამოვტოვოთ. შეგვიძლია რომ some ამოვიღოთ წინააღმდეგებიდან, ეს არ იქნება გრამატიკული შეცდომა, თუმცა ინგლისურად მოლაპარაკეებისთვის some და any ძალიან ბუნებრივად ჟღერს. ამიტომაც თუ გვინდა რომ ჩვენი ინგლისური იყოს გამართული და გარდა ამისა უფრო კოხტად ვილაპარაკოთ ინგლისურად, ასევე არ გაგვიჩნდეს შეკითხვები თუ რატომ ვიყენებ ამა თუ იმ წინააღმდეგობაში some-ს ან any-ს ან რატომ ვიყენებენ როდესაც ფილმებს ვუყურებ, რა თქმა უნდა ეს უნდა ვიცოდეთ. მოდი, ტრადიციულად გადავამოწმოთ, რამდენად სწორად გავიგეთ ახსნელი მასალა. ახლა გაცდებთ რამდენიმე წამს, გიტოვებთ სავარჯიშოს და
კარგად გავაკეთოთ. შეგხვდებით სავარჯიშოს შემდეგ. დაგიბრუნდით, იმედი მაქვს, რომ კარგად გააკეთეთ სავარჯიშო და ყველაფერი სწორად გავიგეთ. ახლა გადავიდეთ ახალ საკითხზე, რომელიც თვალებთან და უთვალებთან საერთოდ არ არის შეხებაში, თუმცა სამისა და ენის გაგრძელება, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ გვაქვს განუსაზღვრელი ნაცვალსახელები ინგლისურ ენაში, თუ ოდესმე გაგიგიათ somebody, anybody, anything, something. აი დღეს ზუსტად მაგაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი. და ზუსტად ეს მინდა კარგად ვიცოდეთ, რომ ჩვენაც ვილაპარაკეთ ვიდეოს პირველ ნაწილში ეს სამ და ენი. ზუსტად სამისა და ენისგან არიან ნაწარმოები ეს სიტყვები. Somebody დარწმუნებულია, რომ ყველას გაგიგონიათ. ასევე ვიცოდეთ, რომ somebody და someone ერთი და იგივეა. ეს ნიშნავს ვინმეს, ანუ ადამიანზე გამოვიყენებ ამ სიტყვას, როდესაც არ ვიცი ვისზე ვლაპარაკობ. Someone გამოიყენება მტკიცების წინააღმდეგებში და უარყოფით და კითხვით ალბათ თქვენი აზრით რა გამოიყენება. თუ პასუხად თქვით anyone ან anybody, სწორი ხართ. მოდით შევხედოთ წინააღმდეგებს somebody-თი. There is someone at the door. There is someone at the door. ვიღაც არის კართან. I need someone to help me. I need someone to help me. ვინმე მჭირდება რომ დამეხმაროს. მოდი დავაკვირდეთ კიდევ ერთ რაიმეს. იმის გარდა რომ someone და somebody გამოიყენება მტკიცების წინააღმდეგებში, მათ ზმნა შეეწყობა როგორც მესამე პირის მხოლობით რიცხვს. ანუ თუ მინდა ვთქვა someone is coming, is არის მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ფორმა. ხო ასე ანუ ვიტყოდი he is coming. შესაბამისად არ ვიტყოდი he am coming. ამიტომაც ვარ ვიტყოდი someone am and someone are coming. ვიტყოდი someone is coming. Somebody is coming. გადავიდეთ anybody, anyone-ზე. როგორც უკვე მივხვდებოდით, anybody და anyone გამოიყენება კითხვით და უარყოფით წინააღმდეგებში. ვიმეორებ, რომ მათ შორის განსხვავება არ არის, მხოლოდ ფორმაშია. განსხვავება ანუ ერთი არის somebody, მეორეა someone. ერთად იწერება ორივე აუცილებლად. მაგალითად შეგვეძლო გეთქვა. Do you know anybody in London? And do you know anyone in London? ვინმე იცნობ ლონდონში? I don't know anybody here. არავის არ ვიცნობ. And I don't know anyone here. არავის არ ვიცნობ. იმედი მაქვს, რომ someone, somebody, anyone, anybody გასაგებია და გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. მოდი ახლა ვილაპარაკოთ საგნებზე. როდესაც მინდა ვთქვა რაღაც ან რაიმე, ამ შემთხვევაში some's დაემატება thing და გამოვა something. რაღაც რაიმე. თუ ამ რაღაც რაიმეს გამოყენება მინდა ამ კითხვითში, ან უარყოფითში, ამ შემთხვევაში მექნებოდა anything. შევხედოთ მაგალითებს. რა თქმა უნდა, უკვე უნდა ვიცოდეთ და გამოვიცნოთ, რომ something გამოიყენება მტკიცების წინააღმდეგებში, როგორც მაგალითში. I want something to eat. I want something to eat. მე მინდა რომ რაიმე ვჭამო, რაღაცა ვჭამო. She gave me something special. She gave me something special. მან რაღაც განსაკუთრებული მომცა. გადავიდეთ anything-ზე. რა თქმა უნდა ვიცოდეთ, რომ anything გამოიყენება კითხვით და უარყოფით ფორმებში. მაგალითად, do you have anything to say? Do you have anything to say? გაქვს რაიმე სათქმელი? I don't want anything. I don't want anything. არაფერი არ მინდა. მოდი შევაჯამოთ. Some გამოიყენება მტკიცების წინააღმდეგებში, any გამოიყენება კითხვისა და უარყოფით წინააღმდეგებში. ანალოგიურად არის მათგან შედგენილი სიტყვების შემთხვევაშიც somebody, someone, something გამოიყენება მტკიცების წინააღმდეგებში, ხოლო anything, anyone, მარტო any და anybody გამოიყენება კითხვით ან უარყოფით ფორმებში.
ახლა კი თქვენი დროა, მოდი დავუთმოთ რამდენიმე წამი პატარა ტესტის გაკეთებას. იმედი მაქვს, რომ ტესტში ყველა სწორი პასუხი გაეცით. რა თქმა უნდა, რომ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. გარდა ამისა, ვიდეოს ბოლოს დავურთავ quiz, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ. quiz ცოტა გრძელი, აწინაადებიანი იქნება და შეძლებ რომ კარგად გადაამოწმოთ, რამდენად კარგად გაიგეთ დღეს ახსნილი მასალა. იმედი მაქვს, რომ გამოგადგათ, იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებული სირთულის არ იყო დღევანდელი გაკვეთილი. გარდა ამისა, თუ თვლით, რომ დღევანდელი გაკვეთილი არ იყო საკმარისი ამ თემის გასაგებად და გირჩევნიათ, რომ უფრო დეტალურად განვიხილო ეს თემა, გარდა ამისა, რაიმე შეკითხვა დაგვრჩათ ამ თემის ირგვლივ, დამიწერეთ კომენტარებში და შემიძლია რომ უფრო ვრცელი გაკვეთილი ჩავწერო ამაზე. ახლა კი დაელოდეთ quiz ვიდეოს ბოლოში. თუ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, გააზიარეთ, დამიწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ თითოეული თქვენი კომენტარი მოწონება და გაზიარება ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. გავაგრძელო ეს ფორმატი, მარტის ფორმატი ასე ვთქვათ. გიტოვებთ quiz და პასუხს 2-3 დღეში კომენტარებში ავტვირთავ. თქვენ მანამდე შეგიძლიათ რომ დაწეროთ პასუხი კომენტარებში და მე რა თქმა უნდა ამას აუცილებლად ნახავ და გიპასუხებთ. Bye bye!